იცოდით, რომ აჭარული ხაჭაპური იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობაა? მერც თხოვდნენ ხოლმე, რომ მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ მათი ქმრები. Hello everyone! დღეს აჭარული ხაჭაპურის დღეა. აჭარულ ხაჭაპურს საქართველოში ბედნიერების ნავს ეძახიან. ნახეთ, მართლა როგორი ნავის ფორმა აქვს. ახლა ერთ სულ მოხდეს შევჭამ. აუცილებლად ვჭამთ. აი ესე. ძალიან გემრიელი და ძალიან მიყვარს. ყოველთვის ბათუმს მახსენებს. ბათუმში და ზოგადად აჭარაში ყველაზე გავრცელებული კერძია. ტურისტებსაც ძალიან უყვართ. და ქართველებსაც ძალიან მიყვარს. ბათუმში რო ჩავდივარ, პირველი რასაც ვაკეთებ, აუცილებლად აჭარულს ვჭამ. აქ კიდევ მაქვს ყველაზე ქართული სალატი. კიტრი, პომიდორი, კაკლით. ძალიან მიყვარს ქართული გემოები. ცოტა ხნის წინ ბათუმი ვახსენე და ბათუმის შესახებას გეტყვით რამდენიმე სიტყვას. საქართველოში მდებარეობს ბათუმი, არის ულამაზესი საზღვაო ქალაქი და თუ სადმე მოგზაურობას დააპირებთ, აუცილებლად მოინიშნეთ ეს ადგილიც და ბათუმში რო ჩამოხვალთ, აუცილებლად გასინჯეთ აჭარული ხაჭაპური და ძალიან მაძლობელი იქნებით ჩემით. ქართულ სამზარეულოში ძალიან ბევრი საქანძური გვაქვს და ორი მათგანი აქ ჩემ წინ არის ახლა. და რა თქმა უნდა, შავი ღვინოც, ჩვენი ყველაზე დიდი საგანძური. იცოდით, რომ აჭარული ხაჭაპური იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობაა? მე არ ვიცოდი, ახლა ხან გავიგე და ძალიან გამიხარდა. ეს კუთხეები ძალიან მიყვარს. გემრიელად რომ ჩაალბობ ყველში და კვერცხში.
ყველაზე გემრიელი ნაწილი დარჩა. ამას იცით რა უხდება? ეს. ხაჭაპური კი უკვე შემოვეჯამა. მაგრამ ის ისტორიას მოგიყვებით. ადრე როცა მეთევზეები ზღვაში შედიოდნენ, მათი ცოლები ნაპირთან ელოდებოდნენ და ღმერთს თხოვდნენ ხოლმე, რომ მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ მათი ქმრები. ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლმა გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ისეთი კერძი, რომელიც მათ ცხოვრებას გამოხატავდა და გამოაცხო ხაჭაპური ნავის ფორმის და შუაში კვერცხის გული ჩადა. ხაჭაპურის ფორმა ნავის სიმბოლო იყო, შუაში კვერცხის გული კი მზეს და იმედს გამოხატავდა. ეს არის ცოცხალი ხახვი და ეხლა მარტო ხახვი უნდა შევჭამო. ძალიან კარგი და არ იყო მწარე. ახლა გამამწარა. მეგობრებო, ახლა დაგემშვიდობებით. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, ასევე მოიწონოთ ვიდეო და ძალიან გამახარებთ კომენტარებში თუ დამიწერთ მომავალი ვიდეოსთვის, რომელი კერძის დაგემოვნებას ისურვებდით. კარგად.